ამ ვიდეოს წერ დილის 7 საათზე. აი მე 13 ხუთი შორის იმიტომ რომ წინა ორი კადრი გამოვაჭრა. და მე მგონი ესეც ძალიან ჩუმი არ იქნება. დილის 7 საათზე თბილისი არის ბევრად უფრო ხაურიანი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ეს თემაზე რო ვფიქრობდი, ერთი რაც ჩნდება და რაც მახსენებს თავს სულ, არის ჩემი თავის და ჩემი გულის მოსმენა. და თან მაგას ხოთ თვითონ უგეუბნებიან, რომ იყავ ის ვინც ხარ, მოსმინე შენ თავს, მოსმინე შენ გულს. ხოდა აი ეგეც მარტივი არ არის და ავტომატურად არ ხდება და ეგ გაქვს სასწაული და თან რადგან ყველას გული და ყველას თავისუფლად ლაპარაკობს, შენი გზა უნდა იპოვო და ინსტრუქციაში არ არსებობს. ხოდა ალბათ ეხლა წავს ვაროს დაწეს და ალბათ 1-2 წელია დავიწყე მაგაზე დაკვირვება. რას მეუბნება ხოლმე ჩემი თავი, ჩემი გული, ჩემი სხეული. და მაგის რაღაცნაირი ტვინით გადაჯავნოს შევეშვი. ჩემი გული არის ინტერესიანი და ოპტიმისტი და სულ უნდა ყველაფერი დაწესოს და იქაც მიდის და მე მაგ ადგილებში შემოწვა ხარ შედი არ მოწონს რა როგორც ეგონა რომ მოეწონებოდა. ადრე აუცილებლად შეგავიყავი რომ მოვედით. ეხლა ვიქნებით აქ ბოლომდე გასაგებია. არა, მაინტერესებს ხოლმე ყველაფერი, მაგრამ მინდა თუ არ მინდა მაგასაც იწევს, ხდება. და ეხლა მაგიტომ მივდივართ მე ჩემი გული და ჩემი სხეული სახლში. ბევრი რამე გამოვიარეთ და განვიცადეთ ამ კვირაში. იყო ბევრი კარგი მომენტი. ნახსოვმეთ. ხდება და ჩვენ ხანის აგვხსნათ თავს ხანესა და რაც უფრო აძლევთ ჩვენ თავს სივრცეს და აგვხსნობები ვიგრძნოთ და რაც უფრო უსმენთ საკუთარ თავს ჩვენი ცხოვრებასთან არის ბევრად უფრო ჰარმონიული. გონი